17 წლის ნათია ზარქოას ოჯახი პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს შვილის გადარჩენას თხოვს. ნათია ზარქოას დიაგნოზი იუნგას სარკომა გასული წლის გაზაფხულზე დაუდგინეს. გოგონას ქიმიოთერაპიის 7 კურსი უკვე ჩაუტარდა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ჭირდება. ოპერაციისთვის კი 56,000 ევროა საჭირო, რომლის გადახდის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. დაახლოებით ივნისის თვეში ვიგრძენით კევილი და გამოკვლევების შედეგად აღმომაჩნდა ეს დაავადება. მოვუწოდებ კეთილ ხალხს, რომ დამეხმარონ. ამ ეტაპზე გვაქვს ეს მდგომარეობა, რომ შეგვიძლია ბავშვის სიცოცხლე შეუნარჩუნოთ. სად უნდა გაკეთდეს? ეს უნდა გაკეთდეს აუცილებლად თურქეთში, ეს არ კეთდება საქართველოში. ოჯახს არანაირი შესაძლებლობა არ გვაქვს, რაც გვაქვს ყველაფერი არის ბანკში. და არანაირი თანხები არ გვაქვს. აქამდე 9 თვე რაც მკურნალობა არის რომ მიმდინარეობს, ამაზე გვეხმარება მთელი ნათესაობა, მეგობრები, მეზობლები.